მოგესალმებით ნაზის არჯოლაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა ჩემი უახლოესი ადამიანი, მეგობარი, ქალბატონი გიული ჩხარეული, ძალიან საინტერესო პიროვნება და გვიამბობს მის შემოქმედებას, მის ცხოვრებას, განვლს, ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს ქალბატონ გიულის გავლილი და თქვენი სახელით ჩემს ძვირფას მეგობარს მივესალმები და ვეტყვი მადლობას მობრძანებისთვის. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძალიან მიყვარხართ ქალბატონო გიული. თქვენ იმდენი 8 წელი გაქვთ საქართველოში, რომ მე ვისურვებდი, რომ ბევრ ქართველს გაეკეთებინოს იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც თქვენ გაქვთ გაკეთებული. მიამბოთ უნდა თქვენი ბავშვობიდან წამოვიდეთ და ვისაუბროთ დღემდე რა გავიარეთ თქვენ ცხოვრების დიდ გზაზე. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მადლობა ჩვენ ძვირფას მსმენელს. ცხოვრება რთულია ძალიან. ერთი სიტყვით და ესე ადვილად ვერ განსაზღვრა, ვერ იტყვი, რომ ეს გავიარე ის. ვის რას გვიმზადებს ცხოვრება, არც ეს არ ვიცით. დიახ. ბავშვობა საკმაოდ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. წერაც ბავშვობიდან დავიწყე. ბავშვობიდან წერდი. იმდროინდელ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა ხოლმე, ასევე რაიონულ გაზეთში, დარიალში იბეჭდებოდა ხოლმე ჩემი ნაწერები. და ხომ იცით, მაინც უფროსები ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე შვილების. მამა ჩემი ალბათ თვლიდა, რომ დროს ტყუილად კარგავსო და სტამბის დირექტორად მუშაობდა იმ პერიოდში. ეს ჩემი ნაწერები ჩუმად აუღია, წაიღო და იქ რედაქტორად მუშაობდა იმ დროს ცხონებული შალვა არაბული, უდიდესი პიროვნება, უნიჭიერესი პიროვნება, პოეტი, თვითონ რაც არაჩვეულებრივი პოეტი იყო და წერდა. და მიუტანია და უთქვია, რომ ჩემი შვილი ესე ჩუმადო რაღაცებსო, წერსო და ერთიო გადახედეო ღირსო, თუ დროს ტყუილად კარგავსო და წაუკითხია ბატონ შალვას, უთქვია, რომ მოიყვანეო ჩემთანო და წამიყვანა მამა ჩემა, მე და ბატონი შალვა მე დავმეგობრდით. აი, მოხედავთ. მაინც მამამ გაგიკაფათ გზა. კი. თვითონ მამა ჩემი წერდა და 2 წიგნი აქვს თვითონ თავის სტამბაში დაბეჭდილი. მაგრამ არასოდეს არ გამოუქვეყნებია არც ერთი ლექსი არა. დიახ. ძირითადად დედაჩემზე აქვს მიწყვნილი, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი და აი დედაჩემზე აქვს მთელი წიგნები აკინძული. რამდენჯერმე ვთხოვე ჩემ დას, რომ მომეცი ეს წიგნები კორექტირებას გაუკეთებ და დავბეჭდოთ, რომ იხილოს მზის სინათლე. და უარი ვერაფრით ვერ დავითანხმე, მამა ჩემს როს დომნოდაო ამ წიგნების დაბეჭდა, თვითონ დაბეჭდავდაო და ესე კარგი იქნებოდა ისე. ნუ არ ვიცი, არ მოისურვა, ესე არ სურდა მამა ჩემსო და დავთანხმდით. შემდეგ სკოლა რომ დავამთავრე, იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმავე წელს გავთხოვდი და წერისთვის არ მიღალატია, ოჯახის პირობებშიც წერდი. საკმაოდ ბევრი ნაწერები მქონდა უკვე დაგროვილი, 2 რომანი იყო და უამრავი ლექსი. და სახლი დაგვეწვა. დიახ. სახლი დაიწვა, ყველაფერთან ერთად ეს ჩემი ნაწერებიც დაიწვა და აი რომ გითხრათ, რომ აი ეს ბავშვობის დროინდელი ნაწერები, ან იმ რაც დაიწვა, რამე ვერც აღვადგინე, ძალიან ძნელია იმის აღდგენა. ერთადერთი რამდენიმე ჩანახატი და 2 ლექსი დარიალში დაბეჭდილი მამა ჩემი ამ ნომრების მიხედვით სული ინახავდა და კინძავდა და შემთხვევით ჩემადამ აღმოაჩინა. აი ისინი გადარჩა, დანარჩენი არაფერი არ მაქვს ბავშვობის დროინდელი.
და ჩემი ცხოვრებაც ამ სახლის დაწვამ რომ იტყვიან თავდაყირა დააყენა. დიახ. დავჭით ქუჩაში. ბავშვებით. იწულებული გავხდი საზღვარგარეთ წავსულიყავი. დიახ, იმიგრაციაში. დიახ, მოგეხსენებათ ეხლანდელი პირობები როგორია და 90-იან წლებში როგორი პირობები იყო. დიახ. არ იყო ესე იოლი წასვლა, არავის არ იცნობ. ამ საკითხზე საუბარს რო ვიწყებ, ხმა მიკანკალდება ხოლმე, იქ გადავდივარ იმ არა უშოთ, დიახ. ნუ როგორღაც შევძელი წასვლა. 2 წელი შვეიცარიაში ვიყავი. მაგრამ შვეიცარიაში ვერ მოვახერხე დარჩენა, იმიტომ რომ შვეიცარია ისეთი ქვეყანაა, ოფიციალური ლტოლვილები მოჰყავს იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ან ომია, ან აი რაღაცა მიწისძვრა, რაღაც კრიზისია რაღაცა. და შემდეგ ყველაფერი რომ მოგვარდება, უკან აბრუნებს ამ ლტოლვილებს და მე 2 წელი ვიყავი. ძალიან უნდათ აი იმ ლაგერს ვეძახდით, მაგრამ სასტუმრო სადაც ვცხოვრობდით თანამშრომლებს ჩემი დატოვება. მაგრამ არაფერმა არ გასჭრა. იმიტომ რომ არ ვიყავი იმ კატეგორიაში, რომ მე დავრჩენილიყავი და საბუთი მოეცათ ჩემთვის და თვითონვე მითხრეს, რომ ან ინგლისში, ან ირლანდიაში თუ გადახვალ. დიახ. ნამდვილად შეძლებ დარჩენასაც, თავის დამკვიდრებასაც. იმიტომ რომ ინტერვიუ რაც მქონდა და რომ შეამოწმეს, ყველაფერი ფაქტი იყო, ის ტყუილი არაფერი არ იყო იმ ინტერვიუში, ხო, რომ რაღაცას იგონებენ, თხზავენ რაღაცას. აბსოლუტურად რაც შემემთხვა, ის ყველაფერი. მართლაც შვეიცარიდან გადავედი ირლანდიაში. ხა გადავედი ძალიან იოლი და ისეთი სიტყვა იოლია, მაგრამ დიახ, და ამასთან ისეთი სიტყვები ადგა. 7 თვის მანძილზე, ჩემს თვალზე ცრემლი არ შემშრალა. და წლების მანძილზე სახელს კი არ მეძახდნენ ქალ, რომელიც სულ ტირის. ტიროდი იმიტომ რომ შვილი აქ მყავდა დატოვებული უპატრონოდ. გოგო უკვე გათხოვილი იყო და პროცენტიანი ვალი მქონდა ღებული, იმითი წავედი და ეს პროცენტიანი ვალი იზრდება, მატულობს, ხო? 7 თვის მერე როგორც იქნა დავიწყე მუშაობა. არ იყო ადვილი. ეს 7 თვე რითი არსებეთ იქ? იქ როგორი პირობებია იცით? სპეციალური სახლია, სასტუმრო, ყოველ კვირა გაძლევენ გარკვეული რაოდენობის თანხას, იქვე საჭმელიც იქ თეთრეულიც ყოველ კვირაში იგირეცხავენ. მომსახურება იყო უმაღლესი დონის, აი ძალიან კარგი, მადლობის მეტი რო არაფერი არ მეთქმის და მარტო მე კი არა, ყველას. პირობები ძალიან კარგი იყო. მაგრამ უყურეთ, ისეთი პირობები იყო, რომ სანამ იმ სოციალი ქვია ამას, სოციალზე ხარ, მუშაობის უფლება არ გაქვს. არ უნდა იმუშაო, თუ არა, ამ ყველაფერს კარგავ. დიახ. და იმდენად უყვარდი აი მომსახურე პერსონალს, ყველანაირად მიწოვდნენ ხელს, რომ არავის არ გაიგო, რომ მე ვმუშაობდი. და მე ჩემი შვილი რო ჩავიყვანე, ეს ვაჟიშვილზეა საუბარი. ოჯახში მოვიდა ჩვენთან ერთ-ერთი თანამშრომელი და ჩემ შვილს ეუბნება, რომ იცი როგორი დედა ყავთო? აი ხელის გულზე რო უნდა ატაროთო. დედა შენის გულისთვისო ჩვენ ღამე არ ვიძინებდით ხოლმე, ღამე 3 საათამდე ვმუშაობდი ხოლმე. 3 საათამდე ხიზლად ვიყავითო, რომ კარები არ დაგვეკეტ, არავის გაეგო, რომ ეს უნდა შემოსულიყო და მერე ვიძინებდით ჩვენცო. აი ესე ნელ-ნელა დავდექი ფეხზე. დიახ.
ვალებიც გავისტუმრე, ბინაც ვიყიდე. მაგრამ როგორ არის იცით, აი ხშირად მესმის ხოლმე რომ მივდივარ უცხოეთში 2 წლით. უცხოეთში მეც ეგრე წავედი, რომ ეკითხებოდა ჩემი შვილიო, დედა, რამდენი ხნით მიდიხარ? მინიმუმი 1 წელი, მაქსიმუმი 5 წელი ვიტყოდი, 5 კი რა 28 წელია უკვე უცხოეთში ვარ. დიახ. რაღაცა ჭაობია, აი ვეღარ ამოდიხარ იმ ჭაობიდან. დიახ. მე ასე ვიტყოდი, აი ხო, პირობები კარგი გაქვს რაღაცა, მაგრამ სხვა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ფესვები სულ მეძახის. სულ აქ მინდა ყოფნა. დიახ. აი ახლაც უნდა წავიდე, რომ საოპერაციო ვარ და ვერ წარმოიდგენ როგორ განვიცდი. ეხლა მე მაინტერესებს იცით რა, რომ თქვენ ჩამობრძანდით რამდენი წლის შემდეგ? 8 წლის შემდეგ. 8 წლის შემდეგ. აი მე კიდევ მაინტერესებს რომ თქვენ მიიღეთ ორმაგი მოქალაქეობა და ისტორიად როგორ მიიღეთ, ვიცი რომ პრეზიდენტის აი ამ საკითხზე სააკაშვილის დროს მოგეხსენებათ 25,000 ემიგრანტს ჩამოგვართვეს მოქალაქეობა. დიახ. 25,000 რამ ხელაა და აი 25,000-ის უკან კიდე რამდენი ოჯახის წევრია და თავისთავად ისინიც ითვლებოდნენ უკვე საქართველოსთვის დაკარგულად. ხშირად მიწევდა ხოლმე ტელევიზიებში გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და სულ ვაპროტესტებდი ამას. მარტო ჩემსას კი არა, საერთოდ რომ ჩვენ ტელევიზიებში აქ რომ ჩვენს ხარჯზე აგერ თურქეთი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეობას და ჩვენ ქართველები ისე ვიყავით. შემდეგ მე აქედან მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნანა ჯიქიას, მან მოკიდა ჩემს საქმეს ხელი და შეიტანა იმ პერიოდში უკვე ბატონი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი. და როდესაც განიხილავდა თურმე ამ ჩემ საბუთებს უკითხია რომ შეიძლება ხა გვარიც თვითონაც მთის კაცი იყო და ჩემი გვარიც რომ მოხევე, ამიტომ დაინტერესდა, არ ვიცი, მაგრამ უკითხია რომ ამ ქალბატონსო თბილისშიო სახლი აქვსო, საქართველოშიო, უთქვით კი აქვს. და გაქირავებული აქვსო და არაო ლიტერატურული სალონი აქვს გახსნილიო და მაშინ აქ ორი აზრი არ არსებობსო და მოაწერა ხელი ეგრევე და მე ისევ ირლანდიაში ვიყავით. აი, როდის დაარსეთ ეს თქვენი ლიტერატურული სალონი? ლიტერატურული სალონის გახსნა მე და ჩემს ქალიშვილს გვინდოდა უცხოეთში. დიახ. მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ. და აი 8 წლის მერე რომ დავბრუნდი საქართველოში, გადავწყვიტე რომ აი ეს ნაოცნებარი და ნანატრი, რაზეც მთელი ეს წლები ვოცნებობდი და მინდოდა რომ გამეკეთებინა და განვეხორციელებინა, გავხსენით ჩემ ბინაში. დიახ. მუხიაში თქვენც ხართ იქ. კი, როგორ არა, ბევრჯერ. გავხსენი ეს ლიტერატურული სალონი ძალიან რთული იყო, იცით რატომ? მე ამდენი წლების მანძილზე წასული ვიყავი, არავინ არ მეცნობდა. დიახ. ხალხის მოზიდვა ძალიან რთული იყო. მაგრამ ძალიან კარგი ხალხი დამიდგა გვერდში, ქალბატონი ლარისა ხაჭაპურიძე მსახიობი. დიახ, ძალიან დამეხმარა. ცხონებული ვახტანგ გაჩეჩილაძე ცნობილი ოფთალმოლოგი, დიახ. ბატონი გუჯა ბურდული, ცხონებული, ნათელში ამყოფოს ღმერთმა. დავით დვალიშვილი მსახიობი. აი ეს ყველანი, აი ისეთი ბირთვი შეიკრა სანაცნობო, რომ განაცხადს რომ ვაკეთებდით, უყურეთ, ვერც ინტერნეტ სივრცეში ვერ ვდებდი მოსაწვევს, იმიტომ რომ ოთახი პატარა იყო მაინც და არ ხერხდებოდა ბევრი ხალხის მოწვევა, ხო?
ამიტომ ესეთი მეთოდი შევიმუშავეთ, რომ აი დავუშვათ რომელი პოეტიც იქნებოდა მოწვეული, მას შეეძლო სამი ადამიანი თავისი, ვინც თვითონ სურდა მოეყვანა, დანარჩენი მე უნდა მომეწვია. და აი ესე რეკვებით ვრეკავდი, თუ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ და ძალიან დიდი მადლობა საპატრიარქოს ტელევიზიას. თითქმის ყველა გადაცემას აშუქებდა, იმიტომ ეს მაშინ ახალი იყო. და ძალიან დამეხმარა რეალიზაციაში, რომ აი ეს ხალხს გაეცნო და საკმაოდ ძალიან ისეთი საღამოები ტარდებოდა, ლამაზი საღამოები. მახსოვს ერთხელ ბატონი ტარილ ხარხელაური მეუბნება, რომ რამდენი შეხვედრები მაქვს, ომიო არ მაკლია შეხვედრებიო, მაგრამ აი ესეთი სითბო, ისეთი კარგი აურა და მე თვითონ ისეთი გახსნილი არსად არ ყოფილა, როგორც თქვენთანა ვარო. მართლა რაღაცნაირი ისეთი აურა ტრიალებს, რომ ვინც ერთხელ შემოდის, მერე უკვე სურვილი უჩნდება კიდევ და კიდევ მოსulis. სამწუხაროდ ვადასტურებ მე ამას. სამწუხაროდ პანდემიის შემდეგ ცოტა მეც პასიური გავხდი. ჯერ ერთი 2 წელი ჩაკეტილი ვიყავ ირლანდიაში, ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას 2 წელი ისე. შემდეგ ეს მე ოპერაცია დამჭირდა ჩემ ავადმყოფობამ და სულ პანდემიის შემდეგ ხიძე ჩამოსათვლელი საღამოები და ეხლა ვფიქრობ, რომ დავიწყო ხელახლა ცოტა გაფართოვდა კიდეც სალონი გავაფართოვე, უფრო სხვანაირად მოვაწყე, უფრო მართლა ნორმალურ სალონს დავამსგავსე. მაშინ რომ არ ვიცოდი, არ იყო ისეთი გაფორმება. მე აიცით რა, მე რა მიხარია, რომ თქვენთან სკოლის მოსწავლეებიც მოდიან, სკოლები მოდიან, მოაქვთ თავიანთი პროგრამა. ესეთი რუბრიკა, დიახ, შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან. მოგეხსენებათ დღეს წიგნთან ცოტა მწყრალად არიან ახალგაზრდობა. და აი მინდოდა რეალურ ცხოვრებაში შეხვედროდნენ ცნობილ სახეებს, მოესმინათ მათი წაკითხული ლექსები, თვითონაც წაეკითხათ და ესეთი საღამოები ჩავატარე ბატონ ტარიელ ხარხელაურთან, ბატონ ერეკლეს აღლიანთან, ცხონებულ თემურ ჩალაბაშვილთან, დათო ტურაშვილთან. თან ეს როგორ ვაკეთებდი, იცით? თვითონ ბავშვებს ვეკითხებოდი, რომ ბავშვებო, აი დღეს შევხვდით ბატონ ტარიელს. აი მომავალ შეხვედრაზე ვინ გინდათ რომ მოგიყვანოთ და თვითონ მისახელებდნენ და როგორ მიხაროდა, რომ ესე იგი ბავშვებს წარმოდგენა ჰქონდათ, იცნობდნენ ჩვენს აი ამ დიდ პოეტებს და იმის მიხედვით მომყავდა მეორე შეხვედრაზე დიდებული საქმეა ეს, იცით, აქედან გამოვლინდა ის, რომ ეს ბავშვები ამ პიროვნებებს იცნობენ და მათ შემოქმედებას. ისე კარგად კითხულობდნენ მათ ლექსებს და მე მადლობაც მინდა მათ პედაგოგებს გადაუხადო, იმიტომ რომ აშკარად ჩანდა პედაგოგების მუშაობა, რომ კარგად იყვნენ გათვითცნობიერებული ბავშვები. დიახ. ეს მოდით ასე ვთქვათ, ძალიან კარგი საქმეა. ცით ბავშვები, როდესაც უკვე წამოიზარდნენ ისინი, ხო? ვინც თქვენ ყავდათ, იქ ხო არ იყო 1 და 2 ბავშვი, რამდენი ბავშვი, ხო? და იღებდნენ მონაწილეობას ან სალონურ, სადაც პოეზია არის და პირადად პოეტებთან შეხვედრა. იცით როგორ წერილებს მიტოვებდნენ? ხო, აი მე სურათებიც მაქვს ნანახი თქვენთან, რომ როგორ არიან ამ პიროვნებებთან დაახლოებული და როგორი ამაყნი არიან, რომ ჩვენ ამ პოეტებს ვიცნობთ და ამ სალონში მიგვიღია მონაწილეობა. ხო, ეს ძალიან კარგი საქმეა, ქალბატონო გიული, ეს ბავშვები რომ უკვე თანდათანობით წლები გადის და იზრდებიან, ხო? მერე და მერე უფრო დაუკვირდებიან, რომ რა ასაკში ისინი ეზიარენ სალონურ შეხვედრებს. სალონური შეხვედრები იყო
გარდასულ წლებში ხო მართალია დღეს არის ეგრე ფილარმონია ვთქვა რომელიმე დარბაზი მაგრამ სალონური სიტუაცია ეგ სხვა რამ არის და ის არის კამერული ჟანრი და ის ხალხის სტუმარი ვისაც აინტერესებს მოდის მოსასმენად და არა უბრალოდ სანახაობად ხო მართალია და მოვიხდი ცოტა გაციებული ვარ და არა უშავს ხო და აი ეს თქვენ ისეთი რამ გააკეთეთ რომ ეს ბავშვები მუდამ ემახსოვრებათ მათი შეხვედრები და თუნდაც იმ სალონში როგორც აიკითხენ მათ თავიანთი ლექსები და პოეტების ლექსები ეს არასდროს მათ არ დაავიწყდებათ მე მადლობას გიხდით ამისათვის რომ თქვენი სახლი აქციეთ მოდით ასე ვთქვათ ვუაზისად და ეს არის არსებობს საქართველოში ლიტერატურული საოჯახო სალონი საოჯახო სალონი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ბატონი ტარიელისგან ვიცი რომ ცხეთაში ერთ ქალბატონს აქვს სალონი და იქ ბატონი ტარიელი იყო მიწვეული და ტარიელმა მითხრა რომ მე უთხარიო რომ უნდა გაგაცინო ქალბატონი გიულიო რომ გამოცდილებას გაგიზიარებთო როგორი უნდა იმუშაოსო ამ სალონმა და შეიძლება ეხლა დღესდღეობით ის ქალბატონი ჩემზე უკეთესად მუშაობს არ ვიცი არ მოხდა ჩვენი შეხვედრა რატომღაც ეთყობა მე რომ გაორებული ცხოვრება რომ აქვს როდის აქავა როდის უცხოეთში უკვე მე თვითონაც ვეღარ ვგებულო და ეს დიდი შეფერხებებია ხოლმე ჩემს სალონურ მუშაობაში მაგრამ აი ყველაზე მეტად მინდოდა გამეკეთებინა შეხვედრა ემიგრანტებთან ყოფილ ემიგრანტებთან ქონდა თქვენ ხო ქონდა მე ვიყავი შეხვედრაზე აი ეს შეხვედრა რომ აი მინდოდა ის ტკივილი ის დაადრი ის შრომა აი ეს ყველაფერი აი ზოგს იცით ემიგრაციაში ხარ და გონი ხარ მხოლოდ და მხოლოდ ფულის წყარო და იქ რამდენი ინტელიგენცია და იქაც როგორ დააქვთ სულით გულით თავიანთი წილი საქართველო რამდენს ცდილობენ რამდენს აკეთებენ აი თუნდაც ქალბატონი ანა ყურშავიშვილი საბერძნეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდა რამდენი პოეტური კრებული გამოსცა ეძებდა აი ასეთ ხალხს გაზეთი ელადა ჰქონდა გაზეთი მეც დამბეჭდა ირლანდიიდან საბერძნეთში ქალბატონი რუსუდან გოგბერაშვილი რომელმაც ემიგრანტის წელები სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული ემიგრანტების ლექსები შეაგროვა ერთ წიგნად გამოსცა და ნუ აი არ ვიცი და ესეთი მოღვაწე ქალბატონები მინდოდა რომ შეხვედრა გამეკეთებინა და თავიანთ შემოქმედებაზე თვითონ ესაუბრათ უკვე კიდევაც მოხდა ეს ამბავი აი ძალიან კმაყოფილი ვარ აი მე ვესწრებოდი მაგ მიზებას კი რა ვიცი აბა შემდგომშიც როგორ გაგრძელდეს უნდა ქალბატონო გიული ეხლა მე მაინტერესებს საყოველთაო ჯურისტერის პროექტი მოდით ასე ვთქვათ რომ მე მქონდა ბედნიერება რომ 2015-ში სწორედ ბატონი ზვიადი ძალდებოდა ჩემთან სეხნიაშვილი და მან გააჟღერა რომ იწყება საყოველთაო ჯურისტერაო და შემდგომ რო დამთავრდა ბატონი ზვიადი მეუბნება რომ თქვენ ხართ ჯვარდაწერილი მოთხარი არა ვარ და საღამოს თქვენი ზარი არის ჩემს ოჯახში და მეუბნებით რომ თქვენ უნდა იყოთ პირველი ჯვარდაწერილი წვლიო და აი ამ ჯურისტზე მინდა რომ მესაუბროთ როგორ შედგა ეს შიდა სამზარეულო ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს პროექტი არის საპატრიარქოსთან არსებული და ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ დაფუძნებული როგორ გავხდი ჯერ ჩოხოსანი აი დიახ მე და ზვიადის სეხნიაშვილს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ჯერ
სტუდია გუთნიდან მოღვაწეობდა იმ პერიოდიდან და შემდეგ, როდესაც უწმინდესმა საპატრიარქოს ჩოხოსა და საზოგადოების ხელმძღვანელად თავმჯდომარე თვითონ იყო და მოადგილე ზვიადი დანიშნა. აი მაშინ ზვიადისგან წამოვიდა იდეა ჯვრისწერის პროექტისა. უწმინდესთან რომ შეათანხმა, უწმინდეს მოეწონა და დასტური მოგცა რომ და მირეკავს და მეუბნება რომ შენ უნდა ჩაუდგე ამ ჯვრისწერის პროექტს. ახლა ჩემთვის ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ მუდმივად აქ არა ვარ, დრო და დრო მიწევს წასვლა, მაგრამ მითხრა რომ ეს ისეთი რთული ის არის და შენ შეძლებ რომ დავთანხმდი. ყველა საქმე თავიდან დასაწყისისთვის რთულია. ხო, რა თქმა არ არის იული. და ძალიან საპასუხისმგებლო. დიახ, ახლა სადაც უწმინდესის სახელი ფიგურირებს, თავისთავად რამხელა პასუხისმგებლობა ჩავუდექი სათავეში და აი სწორედ თქვენ და კიდე 4 დანარჩენი 5 წვილი იყო თავიდან. ძალიან გამიჭირდა მოძიება, ძალიან რთული იყო. იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორი პერიოდი იყო ჯვრისწერები საერთოდ ამოღებული იყო გამიჭირდა, მაგრამ გამოსავალი ადვილად ვნახე, იმიტომ რომ ჩვენ ჩხოსანთა საზოგადოება დაყოფილი დაყო ზვიადი მსადროშოებად. და ყოველ სადროშოს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა და თავისი წევრები და ყველა აი ამ სადროშოს დავავალე რომ რამდენიმე წვილი უნდა მოეძებნათ თავის სადროშოში, თავის რეგიონში. და ესენი მაწვდიდნენ ხოლმე. მე თქვენ გააკეთეთ უღრმესი მადლობა თქვენ ამ გადაცემისთვის. მე და ბატონი ზვიადი ვიყავით აქ მოწვეულები, თქვენი ეთერის საშუალებით გაჟღერდა, ჩემი ტელეფონიც დავდეთ და მე წამოვიდა ზღვარეკვები და მთელ რეგიონს, მთელ საქართველოს ისე მოედო, რომ ერთხელ 400 წვილი ყავდა მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე ყველა სურდა რომ თბილისში დაეწერა ჯვარი, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო ამდენი თბილისში. და მე უკვე სადროშოებიც და რეგიონებშიც. და გვაწვდიდნენ მე ჩვენ მონაცემებს, ვინ დაეწერა ჯვარი და ჩვენ მე უკვე საპატრიარქოს ვაწვდიდით და პატრიარქიდან საერთო მე სანამ ვიყავი საქმის კურსში 3000-ზე მეტი იყო. 3000. შემდეგ ჩემი ოპერაციიდან გამომდინარე რომ მომიწია წასვლა, გადავაბარე ჩოხოსანთა საზოგადოებას, ისინი აწარმოებდნენ ამ ჯვრისწერებს და სადღაც 7000-ზე მეტი არის. საქართველოს მასშტაბით ეს არასრული დაუზუსტებელი ინფორმაცია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საბუთები იმ პერიოდში დაიკარგა. ძალიან მინდა ისევ ისე აღდგეს ეს პროექტი, იმიტომ რომ ცხონებული როგორ ვთქვა, არ ვიცი, უწმინდეს და უნეტარეს ძალიან უნდოდა და იმ პერიოდში როცა მე წავედი ზვიადი სეხნიაშვილი ახალი არჩევნები ახლოვდებოდა და უწმინდესს უთხრა რომ ახალი არჩევნებია და ეს ქალბატონი წავიდა და მინდა რომ ახალი ვიღაც და ნება არ მისცა უწმინდესმა რომ არა ვინც დაიწყო იმან უნდა გააგრძელოს. და აი ეს ჩემთვის ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა. გადავწყვიტე რომ დავბრუნდე ისევ და ჩაუდგე სათავეში და გავაგრძელო ეს კეთილშობილი საქმე. ეს ისეთი სიამაყეა. მე ხა ბევრი სასიხარულო რამ მქონია ცხოვრებაში, მაგრამ მე როგორ დამავიწყდება, რომ ჩვენი გადაცემის შემდგომ თქვენ მირეკავთ და მეუბნებით, რომ ბატონმა ზვიადმა თქვაო, რომ პირველი ჯვარდაწერილი უნდა იყოს ქალბატონი ნაზიო. მე წინააღმდეგი წავედი მახსოვს, იმიტომ რომ პირველობა დიდი პასუხისმგებლობაა და ცოტა ვარი კი ვთქვი, მაგრამ
არ გამომივიდა მოდი არა მაინც გულში ხო რაღაც სასიამოვნო და სწორედ ჩემთან გაჟღერდა პირველად ამით ცოტა მეამაყება კიდევაც რომ მე გავაჟღერე თქვენ გაგვიკეთეთ ძალიან ესეთი კარგი გადაცემა კი ეს იყო ახალ საქართველოში მე გავაჟღერე მაშინ და სწორედ იქ თქვენი გაჟღერებული უკვე დაგიკავშირდნენ უცხოეთში მაცხოვრებლები ხალხები და აქ შვილები ყავდათ და ერთ-ერთი სწორედ მიიღენ მონაწილეობა ამ ისრაელიდან და ეს იყო ჩემთვის პირადად ხო რაღაცა პატარა წვილი თურმე მე შემიტანია დიდი წვილი შეიტანეთ ხო რეკლამა მე ხო ვამბობ რომ ძალიან ძნელია დასაწყისისთვის თუ რეკლამა რა გაქვს თუ არ გიცნობ საზოგადოება რთულია ძნელია ძალიან ძნელია რეკლამა ტელევიზიამ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ხო ნუ ეს ჩემი მოვალეობას გახდათ რომ ეს გამეშუქებინა და აი შედგა ეს დიდი პროცესი აი თქვენი დამოკიდებულება პატრიარქთან როგორი იყო მე რამდენჯერ მე მქონდა უწმინდესთან შეხვედრის ბედნიერება პირველად შევხვდით ცხონებული ჯუმბერ ლომინაძის წიგნის პრეზენტაცია იყო და ჩემო ძმად ნაფიცმა წეღანაც ვახსენე ბატონმა ვახტანგ გაჩეჩილაძე მითხრა რომ გიულიო წამოდი ახლა პატრიარქია ვაქო და უნდა გაგაცნო უნდა შეგახვედრო და გამოსასვლელ კარებში რომ წმინდესი გამოდიოდა მეც მიმიყვანა და უთხრა რომ წმინდესო თქვენ კუთხის ქალბატონი პოეტი ქალბატონი უნდა გაგაცნოთო და წმინდესმა როგორ იცოდა ხოლმე ამომხედა ისე და ვემთხვიე ხელზე და ის ხელი აღარ დამანება თვითონ დაიკავა ჩემი ხელი და გამომკითხა ისა საიდან რომელი სოფლიდან რა გვარი ვარ რამდენი წელი ვარ უცხოეთში და მითხრა რომ ისო დარიალშიო ის გაიხსნაო იხსნებაო ტაძარიო ახალი აშენებული ტაძარიო საზღვარზეო და აუცილებლად ჩამოდიო დიახ უწმინდესის სიტყვას ერთი პატარა მიკროავტობუსი ჩემი სამხანაგე პოეტები მსახიობები ესენი და წავედით წავედით და მაშინ ორი წიგნი მქონდა გამოცემული და მეორე წიგნი მქონდა წაღებული ვიფიქრე რომ უწმინდეს შევხვდები და დავუტოვებით წიგნს და ჩავედით წირვა იყო მე უწმინდეს თავის სადაც დაიბადა სნოში სატრაპეზო სუფრები ჰქონდათ და იქ მიგვიწვიეს და ძღოლი აღარ იცდი და უწმინდესი დაღლილი იყო და ისვენებდა და ველოდებოდით როდის გამოვიდოდა რომ შევხვედრიყავით და ნუ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა იმიტომ რომ ძღოლი არ გაჩერდა მე იცოდი გზებიაო და მე რო გამიჭირდებაო სიარულიო და წამოვედით ეს წიგნი დაუტოვე მე იქ რო ეს გადაიციფნეთ კი უწმინდეს და ორი თუ სამი დღეა ჩემთვის ვზივარ ოთახში ტელევიზორი მაქვს ჩართული და რაღაცას ვაკეთებ და კაცო ნაცნობი სიტყვები მესმის ტელევიზიიდან და გავხედე ტელევიზორს და უწმინდესი ზის გვერდით უდგას ახალგაზრდა ბიჭი ჩემი წიგნი უჭერია და ჩემ ლექსებს უკითხავს უწმინდესი აი ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და შეხება აი ბედნიერებისგან ვიტირე ხო მესმის ეს და ატვირთვა ძალიან უკვე ჩეხოსანთა საზოგადოების წევრი ვიყავი ეს ჯვრის პროექტის ხელმძღვანელი და ბატონმა ზვია ცეხნიაშვილმა მითხრა რომ მოდიო საღამოდიო 9 საათზეო შეხვედრა აქვს ხოლმე უწმინდესო და მოდიო შენც ერთხელ საღამოდიო ჩავეწვი ეს მოხეული ჩემი კაბა ხო და წავედით ეს ბევრი ხალხი იყო და უწმინდესი იჯდა იქ ხილი დაჭრეს რაღაცები იმას და უწმინდესმა ჩაცმულობით გამომარჩია ეტყობა ის მოხეული ის კაბა რომ ეცვა და მანიშნა რომ მოდიო ხო მივედი დავიჩოქე ვემთხვიე დამისვა გვერდზე მაშინაც ხელს მე აი სითბო მომყვება აი ხო გეუბნებით მომყვება ის სითბო და მე კითხება რომ
აიო უცხოეთში რო იყავიო, ყველაზე მეტად რომელი საჭმელი გენატრებოდაო, თან მოხეული კილოთი მეკითხება. როგორი დეტალია. ხო და მხლოვანები მეთქი. ხო. მეც ძალიან მიყვარს მხლოვანებიო. დაემთხვა, თქვენი გემოვნება, ხო? აი ეს მეორე შეხვედრა ეს იყო. და მესამედ მეოთხე წიგნი რომ დაიბეჭდა, მინდოდა შეტანილი იყო რამდენიმე ლექსი უწმინდესზე და მინდოდა რომ პირადად გადამეცა უწმინდესისთვის და მაშინ შევედი, მაშინ ბაღში მიმიღო, საკუთარი ბაღი ჰქონდა, ისეთი ედემი. შესანიშნავი. ედემი. კარგახან ვისაუბრეთ მაშინ და მაშინ მთხოვა რომ აღარ წახვიდეო. ხო, მაგრამ მეოთხარი შვილები იქეთ მყავს, მეთქი ისინიც აქ ჩამოიყვანიო. აღარ წახვიდეო. იცით რა, ხომ ასრულდა თქვენი შვილიშვილი ხომ აქ არის? აქ სწავლობს, გათხოვდა მგონი, ხო? და აქეთ მაინც აქეთ არის, ორი შვილიშვილი მყავს ახლა იქეთ და იმათთან უნდა წავიდე. ხო. თან საოპერაციოც ვარ და ხო, ეს თქვენი მდგომარეობიდან გავდა. დროებით მაინც მიწის ყივილი, მოდით ასე ვთქვათ, მაინც გიწევთ აქ მეც და მე მიხარია რომ ბავშვებიც ხო იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ ძალიან უყვართ საქართველო. ქართულად საუბრობენ, წერენ, კითხულობენ. ეგ მე უნდა გითხრათ ახლა თქვენ. ერთი სიტყვით მოვედით თქვენთან და ლიტერატურული სალონში და ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაზრდილია ირლანდიაში, როგორ შეხვდა, როგორ საუბრობს ქართულად. კი. იმდენად გაოცებული დარჩა ზოგიერთი, ახლა მე პირადად არა, იმიტომ რომ ეხლა თქვენი შვილიშვილს რომ არ ცოდნებოდა ქართული ენა, საუბარი მეწყინებოდა ნამდვილად. მაგრამ ეს იყო ჩემ წინ იდგა ახალგაზრდა ქართველი, დაბადებული, გაზრდილი ირლანდიაში. ეს ძალიან დიდი ღვაწლია თქვენი, რომ აი ფესვები, საიდანაც არის როგორი რთული იყო, როგორ დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ ბავშვები თავიდან. მაგრამ უყურეთ, მე შმოკობა ვიხმარე. დიახ. მეოთხარი არ მესმის ინგლისური, გაკვეთილები ხო უნდა ჩამებარებინა სკოლის გაკვეთილები. არ მესმის ინგლისური, იქნებ ხმატყუებთ თქვენ, აი ქართულად დამიწერეთ. რაც გაქვთ დავალება, რომ მე შევძლო იმისი გაგება. დიახ. აი ესე ნელ-ნელა და ისეთი კარგი კალიგრაფია აქვს ქალბატონო ნაზი ბიჭს. აი გეგონება დახატული ასოები. ისე ლამაზად წერს. როგორ ფიქრობთ თქვენ, რატო გეწინააღმდეგობოდათ, უჭირდათ ქართული საუბარი უჭირდათ კიდეც და ალბათ თვლიდნენ რომ არ იყო საჭირო ირლანდიი ვერაცნობიერებდნენ, დიახ. სულ ვეუბნებოდი რომ შვილო თქვენ ხართ ქართველები. აი რომ დაბრუნდებით საქართველოში და ურთიერთობა ხო გინდათ იქ ხანაც ნათესავთან აი რა ენაზე უნდა დაეკონტაქტო. ეს აუცილებელია, უნდა იცოდნენ. მე ამას აი ყველას გასაგონად ვამბობ, ვინც ემიგრაციაშია. ძალიან ბევრი ამოცნეთ, რაში დასჭირდება ქართული. ქართული დასჭირდება კი არა, პირველი ქართული უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა. და აი რა ვიცი მე. აი მე კიდევ ვამბობ, რომ საოცრად გამიხარდა, რომ ბიჭი საუბრობს არაჩვევ გოგონას. მე ხო გიულიც გავიცანი, თქვენი შვილიშვილი მოსახელე თქვენი. წინვალეთ და დღეს აქ ცხოვრობს, უკვე სწავლობს, სტუდენტია, მაგრამ გათხოვდა და აქ უკვე დაბინაებულია აქ. ესე იგი იქ გაიზარდა, მაგრამ აქ უკვე ცხოვრებას აქ აგრძელებენ. ეს ძალიან გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიჭებიც აქეთ წმოვიდნენ. კავშირს ახლა ვერ გაწყვეტენ ირლანდიასთან, იმიტომ რომ ირლანდიის მოქალაქეები არიან. სახლი აქვთ. თანაც ორმაგი მოქალაქეობა? კი, ორივეს გაუკეთე ორმაგი მოქალაქეობა, კი, გოგოსაც და ბიჭებსაც და მაგრამ უნდა იცოდნენ ის, რომ ფესვები, ძირი აქ აქვთ, ჯერ საქართველო, მერე ირლანდია. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიამ ბევრი რამე მოგცა, ირლანდიამ დამაყენა ფეხზე, მეც, ჩემი ოჯახიც. მაგრამ
საქართველო მაინც პირველ ადგილზე. ეხლა ვერ დავასრულებ გადაცემას, რომელშ გეკითხოთ, თქვენ ირლანდიაში მოგიწვეს შეხვედრა. კი. ამაზე უნდა მიამბოთ 5 წუთი დაგვრჩა. ირლანდიაში სამჯერ გამიკეთა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბაშვილმა, გიორგი გია ზურაბაშვილმა, რისთვისაც უღრმეს მადლობას გადაუხდი აქედან. სამი შეხვედრა მქონდა და კიდევ უნდა შეხვედრა გაიკეთება ეგ ამბავი საელჩოში. უნდა და მთხოვა რომ მე მინდაო რომ ირლანდიამაც გაგიცნოსო და მოდიო თქვენიო ლექსებიო ათარგმნინეთო ინგლისურადო აქ დაუბეჭდოთო მერეო რომ გაგიცნოს ირლანდიამო რომ თარგმნით ქალბატონი რუსუდანი დამეხმარა გოგბერაშვილი დიახ თავის მეგობარს სთხოვა და აი გააკეთეს ეს ასილექსის თარგმანი, მაგრამ ბატონი გია დაბრუნდა საქართველოში. ეხლა იქ ქალბატონია, რომელთანაც ჯერ არ მქონია შეხვედრა. ჯერ არ ქონიათ, არ დაინტერესებულა? შეიძლება არც იცის ჩემი ვინაობა, შეხვედრა მე ყვირილი და მე ვიცი ახლა თქვენი ისე მე ვიცი, მაგრამ მოვა დრო. ხო და სურვილი მაქვს შეხვედრისა. სხვათაშორის ამბობენ რომ ძალიან კარგი ქალბატონია, ძალიან აქტიური, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და მე მიხარია ბატონი გიაც ძალიან კარგი იყო. აი მე ვინატრებდი რომ ყველა ქვეყანას აი ესეთი ელჩი ყავდეს, როგორც ბატონი გია იყო. ეხლა მაინტერესებს როგორი იყო ეს საღამო, რომ მოკლედ რო გითხრათ ძალიან მაინტერესებს. იქაური ქართველები იყვნენ მოსულები. ალაფუშეტი გააკეთა თვითონ საელჩო ძალიან ისეთი უმაღლესი ღვინოები და ისინი და იყო მამაო მოსული რომელმაც აკურთხა ეს საღამო ძალიან თბილი აი ძალიან და თქვენი ლექსები წარმოადგენთ თქვენი წიგნები წაიკითხეთ თქვენვე გააკეთეთ ესა და იქაური ემიგრანტები იყვნენ ემიგრანტები კი იმიტომ რომ ქართულ ენაზე იყო უცხოელები და მაგიტო უნდა და ბატონ გიას რომ ინგლისურად თარგმნილიყო ჩემი ლექსები რომ მე ირლანდიელებიც მოეწვია და ვეღარ მოესწრო. ნუ ხო. არ ვერ მოხერხდა. სამსახურეობრივი მოვალეობა იქ რომ ამოიწურა. დაგვრჩა 2 წუთი და რას უსურვებდით საქართველოს და რას უსურვებთ იმ ქვეყანას, სადაც თქვენ ბრძანდებით, როგორი მადლობელი ხართ მათი და ძალიან ისეთი კითხვა პირველ რიგში ჩემ საქართველოს მშვიდობას უსურვებდი, ერთიანობას და სიყვარულს, რომელიც ძალიან გვაკლია. დიახ. ერთიანობას და სიყვარულს. დიახ. სხვანაირად ჩვენი საშველი არ იქნება. გეთანხმებით. ირლანდიას არაკლია არც ერთიანობა, არც სიყვარული, ძალიან პატრიოტული ქვეყანა და ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო და ეს სიყვარული და ერთად დგომით დადგნენ ფეხზე. აი, როგორი დეტალია, გეთანხმებით. აი მინდოდა რომ იგივე დავინახო ჩემს ქვეყანაშიც. აი შეიკრა ერი და დიახ. შეძლეს. ემიგრანტებს იმიტომ სცემენ იქ პატივს და უყვართ ემიგრანტები რომ თვითონაც იციან ემიგრანტული ცხოვრების სიმწარე, იმიტომ რომ უჭირდათ სულ ავსტრალიაში და ამერიკაში იყვნენ მოდებულები და მუშაობდნენ, დააგროვეს, ჩამოიტანეს და დასახლდნენ. აი, ხო ხედავთ როგორი ისა და როგორი ქვეყანაა თვითონ. ძალიან კარგი, თბილი, მოწესრიგებული. გასთავარია. დიახ, მოწესრიგებული. მე მაგალითად იქ არ ავგრძნობ თავს, რომ მე უცხოელი ვარ. იგივე პრივილეგიები მაქვს, რაც იქაურ ირლანდიელს, იქ დაბადებულს. დიახ. ოპერაცია, აი, მივდივარ ახლა საქართველოდან, იმიტომ რომ იქ მე უფასო მაქვს ოპერაცია და ოპერაცია უნდა გავიკეთო. აქ 12000 მომთხოვეს. ხო, დიახ. მე არა მაქვს ამის საშუალება, რომ მე ამდენ ხელა თანხა გადავიხადო და ირლანდიაში უფასოდ გამიკეთებენ. დიახ. სამწუხაროა. აი ამას უსურვებ ჩემს ქვეყანას, ერთიანობას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ძალიან გვაკლია ეს სამი რაღაცა.
გეთახმებით. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი დღის, რომ კი გნახულობ როგორ არ, მაგრამ აი ასე რომ გვესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, ხო? ესეთი საშუალება მარტო მეძლება თქვენთან ვსახდები ტელევიზიაში, ხო? და მინდა დაგლოცოთ, ბედნიერებას ყარებოდეთ. მადლობა. და ჩამობძანდებით და განვაახლოთ სხვადასხვა პროექტები არც არის და გავაგრძელოთ. ჩემს გვერდით იქნებით ამ ჯურის წერის პროექტში ყოველთვის. ვალდებულიც გახლავართ, პირველი გვარდაწერილი ვარ და ჩემთვის ეს უდიდესი პატივია, რომ იყოს საქართველოში პირველი პატრიარქის საყოველთაო ჯვრის ეს პირველი ჯვარდაწერილი წყვილი. და ხატების სულ რამდენიმესა გაქვთ პატრიარქისგან დალოცვილი ოჯახის სიძლიერის ხატი. კი, ხატი მაქვს სახში, რა თქმა უნდა. და ის სანთელიც. კი. სპორტაშორის მაგას ვანთებ როდის იცით ზუსტად იმ დღეს, როცა ჩვენ დავიწერეთ ჯვარი. 15 ოქტომბერი და მე ჩავაქრობ. აი ასე მოდის. ნეტა ყველას ესე სწამდეს და ესე. ხო. ჩემო ძვირფასო მეგობარო, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით მინდა დაგლოცოთ და გაგაცილოთ რამოდენიმე ხნით ირლანდიაში და კვლავ დაბრუნების იმედით ვიტოვებ იმედს, რომ ჩემთან კვლავ მობრძანდებით და გავაკეთებთ კარგ გადაცემას. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გმადლობთ ძვირფასო მაყურებელო, რომ მოგვისმინეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.